ჯგუფში შევედი და მეთქი ბიჭო, რა საკეთებ, ვისაბოლებ, რა საფოტოშოპებ, რა სიტყვები მეთქი. ანამ გოგომ რა დაგიშავა, ორი სელფი გამოგიგზავნა და საერთოდ იცი რომ შეუძლია გიჩილოს და აქეთ შენ გამოხვიდე ყველაზე ბანძი მეთქი. და მარტო შენ კი არა, ყველას ვისაც ეს ფოტოები ჩაუგდე და იმათ კიდე ცალკე რო სხვებს მისცეს და გააუცელეს, ეგეც ისჯება მეთქი. აი უცებ რა იმენა ყველა მენა ჩაიგდო მომენტალურად. ეს ჩმორი კიდე მირეკავს აქეთ და ტელეფონზე მეუბნება. არ შეგეძლო ძმაო ეგ ცალკე გეთქვა და იქ არ დაგეწერაო. ძმაკაცი არ ხარ, ცალკე გაგებთხილებინი აქ ყოველას თვალწინ რეებს მწერო. მეთქი შენ არ შეგეძლო ეგ ბანძი ფოტოშოპი საერთოდ არ გაგეკეთებინე თქო? გოგოს მოეწონე და კაცო ფეიქ ფოტოებს ურცელებ და ეგ რა არის თქო? ხვალ დაგელაპარაკებიო, ხვალ სანამ შენ დამელაპარაკები, მე დაგელაპარაკები მეთქი, გამithიშა. ონლაინაც აღარ ჩანს. იმ ჯგუფში ხმას აღარავინ იღებს. წერან ტელეფონზე მივწერე მესიჯად, აიღე მეთქი ფოტოები ახლავე. ჩემმა ძმამ დამირეკა რა შვებიო, მეთქი ასე და ესე. მე ტასოს დისთვის არაფერი არ მithქვამს და შერასაპირებო, მეთქი ხვალ მოვაგვარებ ყველაფერს, თან ჯგუფში შევედი და აუღია ფოტოები. მეთქი აუღია ფოტოები ჩემს ძმას ვეუბნები და თუ იმეს მაგ ჯგუფს გარეთ აქვს ნანახი ეგ ფოტოები, ყველას ეცოდინება თავისი პირით ეტყვის, რომ არ იყო რეალური ფოტოები, ფოტოშოპი იყო თქო. ალბათ ეგ ფოტოები იმაზე მეტად გავცელდა ახლა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ ხმა სანამდეც მიგვიწვდება, ყველა გაიგებს რომ ეგ ტასო არ იყო თქო. კაიო.